მოგესალმებით და კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა და აგორა პოდკასტში. მოხარულები ვართ რომ გვისმენთ და შემოგვიერთდით. იმედია სენტერში საუბარი და განხილვა გამოგვივა. ესეც ჩვენი მეორე ეპიზოდი. დავიწყეთ. დღეს პოდკასტში მრავალი სხვადასხვა თემა გვექნება. შევახავით ისეთ თემებს როგორიცაა თბილისის საცობები, რაც ძალიან აქტუალურია, Tomorrowland-ი და ასევე ტრამპს და კოკაკოლის შემადგენლობას, რაც ძალზედ საინტერესო რამ ხდება აქ. მაგრამ სანამ ჩვენს სპეციალურ დარჩეულ თემებზე გადავალთ, როგორ უმკლავდებით თბილისურ სიცხეს? მე ძალიან რთულად უმკლავდები. ზედმეტად ცხელა თბილისში და არა მარტო თბილისში, ალბათ მთლიან საქართველოში. და გარეთ გასვლას ახლა მზის ხდება. წარმოუდგენელია, რომ ასეთ ამინჩი და ასეთ პირობებში სადმე გახვედა მეგობრებთან ერთად ან თუნდაც მარტოც. პირდაპირ გავიგებთ ქალაქს ბუღიათს, მაგრამ იგივე პრობლემა არის და ბევრად უფრო რთულადაა საქმე ევროპაში. მე სადღაც წავიკითხე საერთოდ, რომ ევროპაში ეს heat wave-ს ეძახიან ხალხის პროდუქტიულობას აგდებს და ეკონომიკას სერიოზულად არწყავს ანიჭებს გარდა იმისა, რომ უამრავი ადამიანის ჯანმრთელობას ემუქრება და უამრავი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად. კიდევ რასაც დავაკვირდი სოციალურ მედიაში როგორც შემოხვდა heat wave-ები, საქართველოში კიდევ უფრო სიგრილეა ვიდრე სხვაგან. განსაკუთრებით იმერეთის და სამეგრელოს რაიონებში. ნუ როგორც ვნახე სტატისტიკა. ჩემი აზრით ისე მძაფრად და ძლიერ არ იქნება გლობალური დათბობა ან კლიმატის ცვლილება საქართველოში, იმიტომ რომ შედარებით დაბალანსებული სუბტროპიკული რეგიონი ვართ, ასე ვთქვათ, კლიმატი ვართ, მაგრამ საქართველოში აქ რაღაცა ექსტრემალური გამოვლენები, მაგალითად არეული სეზონი, გაზაფხულს ზამთარ შორის გადაგზელებული ზაფხული, ან თუნდაც საკმაოდ არა ზამთარი. ეს ალბათ იმით არის გამოწვეული, რომ საქართველო მაღალმთიანი რეგიონია, ძირითადად ჩრდილოეთითაც და სამხრეთითაც მთებია, ამიტომ რაღაც დონემდე ეს ცხელი ჰაერი ჩერდება, სანამ ჩვენამდე მოაღწევს. და სხვათა შორის ამბავ დროს საქართველოში მომრავლდა მიწისძვრები. კი, შესამჩნევია, ალბათ ესეც რაღაც ფენომენია, რომელსაც კვლევა დაჭირდება. თუ შეიძლება, მე თქმა უნდა, გეოლოგიურ ცოდნა არ მაქვს, შეიძლება ვცდილებოდე, მაგრამ მაგას აქ რაღაცნაირად გადამდები ეფექტი თურქეთიდან თურქეთი საკმაოდ აქტიური არის სეისმურად და როგორც კი დიდი მიწვევა ხდება მეზობლად ჩვენგან დასავლეთით თურქეთში, ყოველთვის ასეთი გეოლოგიური პროცესი იწვევს გადამდებ პატარ-პატარა მიწისძვრებს მეზობელ ქვეყნებში და საქართველოშიც განსაკუთრებით ზღვისპირა რეგიონში ქვეყნის ეგ გამოიხატება რაღაც შტორმებში და საკმაოდ ცუდ ამინჩი. ასეთი რამ მეც გამიგია, რომ გადამდებია, მაგრამ როგორც შენ არც მე არა ვარ გეოლოგიაში რეალურად გარკვეული, ამიტომ ჯობია ამ თემას გავცდეთ. და შეგვიძლია ვისაუბროთ ტრამპის განცხადებაზე კოკაკოლას შესახებ, ძირითადად იმაზე, რომ ცდილობს კოკაკოლაში შეიცვალოს შემადგენლობა. ვინც არიცით, ტრამპი არის ძალიან დიდი მოყვარული და პრაქტიკულად ობსესიად დამოკიდებული არის კოკაკოლაზე და მაკდონალდსზე. ეს არის მისი ცხოვრების სტილი, პირდაპირ გაგებით. კი, ეს იმაშიც არის შესამჩნევი, რომ სურათებში როცა თავისი თვითმფრინავით გალაფრინდება ხოლმე, ყოველთვის შეიმჩნევა, რომ კოკაკოლას მიირთმევს და ამასთანავე მაკდონალდსაც. და ნუ ცხადია, რომ თუ ასეთი მოყვარულია, უნდა რომ რაც შეიძლება საუკეთესო იყოს. თუ გახსოვს, საპრეზიდენტო კამპანიის დროს ერთი გასვლა მოაწყო მაკდონალდში, როგორც ხალხიდან ამოსულმა ლიდერმა და პოლიტიკურმა ასე ვთქვათ, კანდიდატმა და რაღაც რო გაატარა მაკდონალდში იმუშავა, ხალხს თავი შეახსენა, საინტერესო იყო. კი, რამოდენიმე დღიანი კამპანია ჰქონდა ეს, რომელიც ორივე მხარეს იყო ასეთი რამ და ტრამპი მაკდონალდში იყო, მუშაობდა, ესეც რამდენად ხანი იმუშავა, ეს ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რა თქმა უნდა, ტექნოლოგია და პოპულიზმის ნაწილია. რა თქმა უნდა, ეხლა ეს გამორიცხულია, რომ პოლიტიკური კამპანია სხვა ასეთი ტრიუკების გარეშე არ მოხდეს.
და რა ხდება ამ Coca-Cola-ის და Trump-ის გარშემო ცოტა ხნის წინ მის საყვარელ და მის საკუთრებაში ყოფ Truth Social-ზე, ანუ ეს არის პლატფორმა ალტერნატივა Twitter-ის დღევანდელი X-ის გამოაქვეყნა განცხადება, რომ Coca-Cola შეერთებულ შტატებში გასაკეთებელ სასმელებში ნამდვილი ლერწმის შაქრის გამოყენება მოუწევს და თანხმობაც კი მიუღია კომპანიისგან და აღმასრულებელი წარმომადგენლებისგან, რომ ეს იქნება ყველაზე კარგი გაწყვეტილება არა მარტო კომპანიისთვის, არამედ ამერიკელი ხალხისთვისაც. არ ვიცი ეს ინიციატივა მარტო მოიცავს ამერიკას და ამერიკაში გასაყიდ Coca-Cola-ის პროდუქტებს თუ ეს გავრცელდება სხვა Coca-Cola-ის ასე ვთქვათ ფრანჩაიზებში სხვა ქვეყნებში. საინტერესო, იმიტომ რომ Coca-Cola-ს ზუსტად არ დაუდასტურებია ეს ყველაფერი. ანუ კი იყო განცხადება, რომ პირველ რიგში Trump-ის ენთუზიაზმის შესახებ და ისიც თქვეს, რომ რაღაც ინოვაციები იქნებოდა Coca-Cola-ის შემოქმედებაში. მაგრამ ზუსტი დაზუსტებული ინფორმაცია მაინც არ არსებობს და არ ვიცით ეს შეეხება უშუალოდ ამერიკას მართლაც თუ სხვა ქვეყნებსაც. დროც ასეთ საკმაოდ ამბიციური და დიდ განცხადებას აკეთებს ამერიკის პრეზიდენტი, ამაზე თქმა უნდა პირდაპირ გავლენა აქვს ბრენდის გარშემო და მით უმეტეს ისეთი საერთაშორისო და გლობალური როგორ თქვა დიდი კორპორაციის გარშემო, როგორც არის Coca-Cola. და რამდენად პირველი კითხვა გამიჩნდა, აი ბიზნესს ეხება საქმე და მით უმეტეს Coca-Cola-ს, ფული არის ალბათ თავარი ფაქტორი და კითხვა შეიძლება რამდენად მომგებიანი იქნება ეს Coca-Cola-ს და დააწყობს Coca-Cola-ს, რომ იმის მაგალითად რომ გამოიყენოს ფრუქტოზის შემცველი სიმინდის სიროპი, რომელიც ამერიკაში საკმაოდ გავრცელებული არის და სიმინდისთვის ნაყოფიერი მიწა ამერიკა, ჩანაცვლოს ლერწმის ტიპის შაქრით. რაც თავისთავად ალბათ დაკავშირებული იქნება რაღაც დამატებით ლოჯისტიკურ ხარჯებთან, ტექნიკურ ხარჯებთან, კვლევასთან და თავიდან პირველ ეტაპზე ალბათ შეეშობა წარმოებაში უფრო ოპტიმალური იქნება, შეძლებთ არაეფექტური და რა ვიცი ჯერჯერობით ეს მიმდინარე პროცესი არის, არაფერი არ არის დადასტურებული, კონკრეტული გაწყვეტილება ზომები არ არის ნამდვილად მიღებული და ჰაერშია გამოკიდებული, მაგრამ არ მგონია რომ შემთხვევითი ინიციატივა ყოფილიყო Trump-ის მხრიდან და მან ახსნა სხვადასხვა მიზეზით ეს ყველაფერი, თუმცა მოწინააღმდეგეები წავს, მოწინააღმდეგეები როგორც არის მაგალითად რობერტ კენედი, ჯანდაცვის მინისტრი, მისი მთავარი მოწოდება არის ხო რომ გახადეთ ამერიკა ჯანმრთელი, ის კაცრად აკრიტიკებს აი ამ ტიპის ასე ვთქვათ მიდგომის დანერგვას, რასაც გულისხმობს ხელოვნური საღებავებით თუ რაღაც თანამატების გამოყენებას და წარსულში კიდევაც ახსენა რომ ეს არის სიმსუქნის ეპიდემიის გამომწვევი ეს სიმინდის სიროპი ამერიკელებში, მაგრამ არ ვიცი რამდენად მისთვის მისაღები იქნება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ ის Trump-ის დაქვემდებარებაში და პირდაპირ გავლენის სუბიექტი არის, რამდენად მისთვის გასაგები და მისაღები არის ამ ტიპის შაქრის გამოყენება Coca-Cola-ში. სავარაუდოდ ასეც მოხდება თუ საკმარისი ნება და როგორც თქვით ენთუზიაზმი ექნება Trump-ს და მის ადმინისტრაციას. ეს ალბათ არა მარტო Trump-ზე დამოკიდებული, იმიტომ რომ Coca-Cola მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და ცნობილი კომპანიაა. ამასთანავე რაც შენახსენე კენედის შესახებ და საერთოდ ამერიკა უკვე დიდი ხანია ცდილობს ჭარბწონიანობის პრობლემას ებრძოლოს და ალბათ ესეც ერთ-ერთი ნაწილია თავიანთი ამ დაპირისპირების, ასე რომ ვთქვათ. და რაც შეეხება Coca-Cola-ს, როგორც ვახსენე, ძალიან ძვირადღირებული კომპანია და წესით არ გაუჭირდებათ, რომ ასეთი ცვლილება შეიტანონ. მიუხედავად იმისა, რომ ხარჯები გაიზრდება, ვფიქრობ, Coca-Cola-ს ამის გასავალი აქვს, რომ ასეთი ცვლილებები მოახდინოს. დარწმუნებული 100% რაღაც უფრო დიდი ინტერესები იქნება, ვიდრე ზედაპირზე ჩანს ასე, რომ ნახოთ როგორ განვითარდება ეს პროცესები. მიმდინარე პროცესია, ამიტომ დაზუსტებით ვერაფერს ვერ ვიტყვით. მაგრამ რადგანაც ჯერჯერობით ისევ Trump-ის თემასთან ვართ, მოდი
მოკლედ შევეხოთ ტრამპის დაავადებას, ასე? ხო, გუშინ გამოვიდა საინტერესო breaking news-ი, როცა პოდკასტის ვემზადებოდით და რაღაცნაირად brainstorming მქონდა. აღმოვაჩინეთ, რომ დაიწერა კიდევაც რაღაც მოსაზრებები არსებობდა, მაგრამ უფრო მე ეს კონსპირაციის თეორია მეკონა. ტრამპის ასაკს თუ გავითვალისწინებთ, არც თუ ის შოკის მომგვრელი ამბავია. რაღაც კონკრეტული დაავადება მდგომარეობა ჯანმრთელობის, რაც გამოიხატება მის ვენების მდგომარეობაში, რომელიც არც თუ სასიამოვნოდ გამოიყურება და ბევრისთვის შემაშფოთებელი იყო და ყოველთვის მიიქცია. მანამდე ტრამპი ამას ფარავდა რაღაცა ცოტა გაუგებარი მეიკაპით, მაკიაჟით. მაგრამ შემეძლო უფრო უკუ რეაქცია ქონდა და კონტრპროდუქტიული იყო, რადგან ბუნებრივ მდგომარეობაში არ გამოიყურებოდა და კრიტიკოსები თუ აი ჩასაფრებული ხალხი, რომელიც ტრამპის პოლიტიკას აკვირდება, საკმაოდ საეჭვოდ გამოიყურებოდა მისი მდგომარეობა ფიზიკურად. ნუ ეს ალბათ ჟურნალისტების დამსახურებაა, იმიტომ რომ სურათებში აშკარად ჩანს ან როგორი სხვა კანისფერია უშუალოდ ხელის გულზე და შემდეგ თითებზე. და ამ ყველაფერს ჟურნალისტები, რა თქმა უნდა, სხვას რას აკეთებენ, რომ ასეთ კონტროვერსიულ რაღაცებს ეხებიან და ზუსტად ამაზე ძალიან დიდი ფოკუსირება ქონათ. სიმართლე გითხრა, თავიდან პროპაგანდა და დეზინფორმაცია მეგონა, რაღაცა altered content-ი მეგონა, ან ეს გაკეთებული, მაგრამ დადასტურდა სამედიცინო ასე მოხსენებასავით გააკეთეს, რომ ასეთი კლინიკური მდგომარეობა აქვს, რომელიც ამას საკმაოდ დამახასიათებელი და ბუნებრივი არის, როგორც ამბობენ, ტრამპის ჯანმრთელობა საფრთხე არ ემუქრება და უკეთ არის ვიდრე ოდესმე ყოფილა. უბრალოდ ამას დაჭირდება რაღაცა მიდგომა სამედიცინო, არ რაღაც განსაკუთრებული ჩარევა, მაგრამ აკონტროლებენ და აკვირდებიან რა ეფექტი და გავლენა ექნება საბოლოოდ მის ჯანმრთელობაზე. მაგრამ ამას ერთად თანაცხოვრება ქვეყნის პრეზიდენტობა და საქმის კეთება თავისუფლად შეუძლია, როგორც ვიცით, მაგრამ რეალურად რა და როგორ ხდება, მაგ დეტალებში ნამდვილად ვერ შევალთ. როგორც მე ვიცი, ეს არის ქრონიკული დაავადება და საერთო ჯამში, ანუ ქრონიკული დაავადებები შესაძლებელია და შეიძლება ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოვრება გააგრძელო ისე, რომ დიდი პრობლემები არ შეგიქმნას და ტრამპს ამის საშუალება აქვს, იმიტომ რომ მსოფლიოში საუკეთესო ექიმები და მოვლა იქნება. ისე გასაოცარი არ არის, რომ ასეთი დიეტა ახას როგორ იკვებება. ცნობილი ფაქტია, როგორც ვახსენეთ, ყოველდღიურობაში მიირთმევს მაგდონალდს, კოკა-კოლას, დამოკიდებული ამ პროდუქტებზე და მაინც ასეთ ფორმაშია, მაინც ასეთი მოწოდების სიმაღლეზეა, იგივე უორენ ბაფეტი, იგივე ბილ გეიტსი. ალბათ რაღაცა სხვა რაღაცაშია მაგათი წარმატების საიდუმლო. იმიტომ რომ ამბობ დროს ცხოვრების სტილზე დიდ ყურადღებას ამახვილებენ განსაკუთრებით ვარჯიშზე, ჯანსაღ ცხოვრების წესზე და კვებაზე. მაგრამ ამ ხალხს თავისი ოპტიმალური სოკროშუალი აქვს ნაპოვნი და შესაბამისად სხვა ჩვევებთან თუ რუტინასთან ერთად ახერხებენ, რომ ასეთი ერთშეხეთ მიუღებელი და არა სასურველი ცხოვრების მიმდინარეობით არჩევანით საკმაოდ ბევრი მიაღწევს და საკმაოდ წინარიან. მგონი დროა გავწდეთ ამ თემას და გადავიდეთ უშუალოდ საქართველოს რაც ეხება. ტელეპორტაცია გავაკეთეთ საქართველოში, თბილისში. უშუალოდ თბილისში, სადაც ვინც კი მანქანით მოძრაობთ, ან იყენებთ საჯარო ტრანსპორტს, ძალიან მარტივი შესამჩნევია საცობები. და კვლევაში აღმოჩნდა, რომ საშუალოდ თბილისის საცობში ძღოლი წლიურად 120 საათს კარგავს. მინიმუმ და ესეც საკმაოდ რბილი და მოზომილი შეფასებით. ხო, ჩვენი თვალსაზრისით ეს ბევრად მეტი იქნება ეს დრო, დაკარგული დრო. და არა მარტო დრო, ეს დრო ითარგმნება ფულში და ფინანსებში. და მგონი ამაზე არის სტატისტიკა შედგენილი. კი, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში მანქანა საცობში ყველაზე მეტ საწვავს წვავს ხოლმე და საწვავის ფასები ამასთანავე იზრდება თანდათანობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მეტი ხარჯი აქვს, ამასთანავე არ ნაკლები დრო, რომ ეს ფული გამოიმუშავოს და ეს ყველაფერი ერთიანად ფინანსურ პრობლემებს ქმნის.
ხო, საბოლოო ჯამში მივიდივართ ამ ნეგატიურ მოჯადოებულ წრეზე და კაც დათვლია რომ დაახლოებით ადამიანები რომლებიც მანქანას სარგებლობენ 35-დან 40 კილომეტრამდე მინიმუმ დღეში აქვთ გარბენი და ის უნდა გავითვალისწინოთ რომ ზოგ ავტომობილს თავისთავად მეტი გარბენი აქვს, ანუ ამ საშუალო სტატისტიკურზე უფრო მაღალს აჩვენებენ გარბენს ან უფრო ნაკლებს, ზოგჯერ გაჩერებულია, ზოგი კვირაში ამდენიმე დღე მოძრაობს და ასე შემდეგ. შესაბამისად ეს არის მიახლოვებული სტატისტიკა, მიახლოვებული მონაცემები, მაგრამ თუ დავთვლით საშუალო დღიურ ხელფასზე ეს რამდენი გამოდის დაახლოებით არის წლილად 430 მილიონიდან 440 მილიონ ლარამდე ეს დიაპაზონი გაწერილი 20 წუთი თუ არის მაგალითად საცობი დღეში ეს გამოვიდოდა 860-დან 880 მილიონამდე და ასე შემდეგ რა თქმა უნდა საცობის რა დრო იზრდება და შესაბამისად იზრდება დანაკარგები და არასაჭირო ხარჯები რომელიც პირდაპირ ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანებზე, მათ ცხოვრების დონეზე, ხარისხზე, შემოსავალზე, შესაბამისად როგორი სყიდულთუნარიანობა აქვთ ან რამდენად განვითარებულია ქვეყანა, რამდენად დიდარი, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და კრიტიკული ფაქტორია რა. კი, ამ ყველაფერს ალბათ ისიც ემატება, რომ ამავე კვლევაში წერია, რომ თბილისში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 230,000-ით გაიზარდა, რაც ძალიან დიდი რაოდენობაა იმასთან შედარებით, რამდენი მოსახლე წავს თბილისს. და საშუალო დროს თუ ავიღებთ მინიმალური შეფასებით, გამოდის 66 მილიონი საათი გატარებული საცობში. მთლიანი წელი, რაც 900 მილიონ ლარამდე დაახლოებით 1 მილიარდ ლარამდე იქნება. ეს ну ასე ვთქვათ ზარალი დავარქოთ არა პირდაპირ ზარალი და ამასთანავე ანუ საწვავის მხრიდან 120 მილიონის დაახლოებით 120 მილიონი ლარის ზარალია რაც იმ 900 მილიონს ზემოდან ემატება და ანუ მილიარდი 1.2 მილიარდამდე ავდივართ საერთო ზარალში რაც ძალიან დიდია ანუ აშკარად ეს არის დანაკარგი რომელიც აღდგენაც გართულდება ის უნდა გავითვალისწინოთ იმის მიხედვით რომ ზრდა არის, განვითარება არის, საკმაოდ ნელი და არც თუ ისე ყოვლის მომცველი, მაინც საკმაოდ არაეფექტური და არამდგრადი სიტუაცია არის ამ საკითხების გარშემო და სულ ალბათ ვფიქრობთ როგორ შეიძლება თბილისში გადავახოთ ეს პრობლემა თუ ვერ გადავახოთ შევამსუბუქოთ მაინც სულ თუ არაფერი სხვა ქვეყნების სხვა ქალაქებში დიდი ქალაქები დედაქალაქები როგორც აღმოსავლეთ ევროპის ან ჩვენს მეზობლებთან რა თქმა უნდა საცობი არსებობს საცობი რეალურია და ეს ბუნებრივი პროცესი არის ურბანიზაციის და ურბანიზაცია თავისთავად ძალიან დადებითი და კარგი პროცესია რადგან ურბანიზაცია შეუძლია მოუტანოს ქვეყანას მოდერნიზაცია, განვითარება, უფრო მეტი სიმდიდრე და ქვეყნის ბიუჯეტებს და დანახარჯებს ოპტიმალურად მართვა. აი მარტივად რო წარმოვიდგინოთ, საქართველოს რადგანაც სპეციფიური ბუნებრივი ლანდშაფტი აქვს, ჩვენთვის მით უმეტეს ხელსაყრელია ურბანიზაცია, მაგრამ ურბანიზაცია ნაწილობრივ გულისხმობს ცენტრალიზაციას და არა ჰიპერცენტრალიზაციას, რაც ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ საგრძნობია, განსაკუთრებით ჩვენს დედაქალაქში. ეს შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი საბჭოთა კავშირული მემკვიდრეობის ნაწილია და ამაზე არც გვიმუშავა პირიქით გავაუარესოთ ამ ხრივ სიტუაცია. და რას ვფიქრობ, როგორ შეიძლება საცობებს ეშოოს. მე რამდენიმე აზრი მომდის თავში. ერთ-ერთი არის, რომ ქვეყანა რაღაცნაირად დროის ზონებად უნდა დავყოთ, როცა სამსახურები იწყება სხვადასხვა დროს, მთავრდება სხვადასხვა დროს, რომ განტვირთვა მოხდეს ქალაქის დავევიდოთ, რასაც ჩვენ ვეძახით კლასიკურად პიკის საათს. კი დაწყებული ამ მიმართულებით მუშაობა გულისხმობ საჯარო ტრანსპორტს, რომელიც იქნება ადამიანებზე მორგებული და თბილისი ნაკლებად იქნება ბრუტალისტური მანქანაზე ორიენტირებული ქალაქი. ჩვენი მეტროს ხაზი ნამდვილად არის ყველაზე გამართული რბილად თუ ვიტყვით. თან აპირებენ ჩვენ მეტროს განახლებას, მოდერნიზაციას, რამდენიმე ხაზის დამატებას, რომ გაიზარდოს ეს ქსელი, თუმცა იმის გათვალისწინებით საკმაოდ ვერტიკალური ინფრასტრუქტურული მოწყობა არის, ყოველთვის არ იქნება ყველაზე, როგორ თქვა, წარმატებული მოდელი. და
პირველი ტრანსპორტის პოტენციალი არ აქვს მეტროს. ამ ხრივ ყველაზე კარგი ოპცია არის, რა თქმა უნდა, ავტობუსები, რომლის სისტემაც თბილისში კონკრეტულ უბნებში, განსაკუთრებით თბილისის ყველაზე დიდ უბნებში საკმაოდ ნორმალური არის, საკმაოდ გამართული არის, თუმცა უფრო მეტი მუშაობა ამ ხრივ საჭიროა და უფრო დიდი ნაბიჯები უნდა გადადგეს პროგრესისკენ. გასაგებია, რომ ადამიანებს ცდილობენ რომ გადასვლან საჯარო ტრანსპორტზე, რომ თბილისში, ასე ვთქვათ, ქვეყანაშიც და თბილისშიც მით უმეტეს ეშველოს, საცობს. თუმცა ჯერ ეგეთი მიმზიდველი ალტერნატივა არ არის რაღაცნაირად ეს ავტობუსი, თან კულტურად ჩვენს მანქანა ასოცირდება რაღაც სტატუსთან. ჩვენი იდენტობის ნაწილად იქცა. რაც საკმაოდ სამწუხარო და ჩვენ მანქანებზე წინა ეპიზოდში ვისაუბრეთ, როგორი სარკე არის რეალობის, რა მანქანები მოგწონს და რას მოვიხوارთ ყველაზე ხშირად. მრავალფეროვანი უნდა მოხდეს შემაძეთ სატრანსპორტო საშუალებების, მაგალითად, აი თანამედროვე საშუალებები რაც არის, ონლაინ პლატფორმები არსებობს, ხო, მაგალითად სკუტერების ან ელექტროველოსიპედის, მაგრამ ამ ყველაფერთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა შექმნა, ხო ასე? ისე ვერ იქნები ამ განვითარების პროცესზე ორიენტირებული. ამ ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში სკუტერები, საერთოდ სკროლი პოპულარიზდება. ანუ ბევრად მეტი ადამიანი იყენებს სკროლს და სკუტერებს და ველოსიპედებს ვიდრე ადრე. მაგრამ ამასთანავე ისიც არის ახსენე საჯარო ტრანსპორტი, საერთოდ ავტობუსი და მეტრო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისში ცდილობენ, რომ პირველ რიგში რეაბილიტაცია გაუკეთონ ქუჩებს და უფრო მოაწყონ საჯარო ტრანსპორტის კომფორტისათვის, ბოლო 4 წლის განმავლობაში ავტომობილთა რეგისტრაცია თბილისში თითქმის 50%-ით გაიზარდა, რაც ალბათ იმ მიზნის საწინააღმდეგოა, რა მიზანიც აქვს საერთოდ თბილისის მერიას, რომ საჯარო ტრანსპორტზე გადაიყვანოს მოსახლეობა. უკვე მივდივართ ურბანულ დაგეგმარებამდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადაედგას, არის ერთი ხელის მოსვლის არ მოხდება, მაგრამ ეტაპობრივად და ნელ-ნელა არის დიფუზია ეკონომიკური და სხვა ტიპის აქტივობებისთვის და ამ შესაძლებლობების ანუ მაგალითად სამუშაო ადგილების ან დიდი ინფრასტრუქტურის ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში გატანა ან გადანაწილება, რომ ავირიდოთ კონკრეტულ გზებზე თუ რაღაცა მიმართულებით გადატვირთვა, რასაც ქალაქი ნამდვილად ვერ გაუძლებს და ვერც ერთი ქალაქი ვერ შეძლებს, რომ ამ ხელად დატვირთვა აიტანოს. და მიკრომობილურობა, როგორც ვახსენეთ, carpooling კულტურას არ გვაქვს საქართველოში, რაღაცა ეს ძალიან სტიგმატიზირებული არის. ალბათ ეს იქნებოდა ერთ-ერთი მთავარი და პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადავდგათ, გარდა იმისა, რომ ცოტა უხეში ნაბიჯების გათქმა შეიძლება, მაგალითად, როგორც არის გადასახადების გაზრდა, ან ერთ მანქანაზე ყოველ შემთხვევაში, ან თუნდაც დაბინძურებისთვის მაგაზეთ გადასახადის დაწესება, სხვა ტიპის შეზღუდვები და სხვა შორის მთელი ამბავი არის ხო მაგაზე დატრიალებული რა პრობლემა ხდება ესე იქ მანქანებს ყოლებს. დღეს ვისაუბრეთ ამაზე. კი, მანქანების პრობლემებისთვის ვისაუბრეთ იმ ფაქტზე, რომ არაქარხნული მოდიფიკაციები, ვისაც აქვს მანქანებზე, გამოვიდა ახალი კანონი და ინიციატივა, რომ ან დასჯის წესი ჯარიმის სახით, ან შემდეგ ჯარიმის არ გადახდის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პატიმრობა, ხო? და დიდი დრამა ამის გამო იმიტომ შეიქმნა, რომ ქალაქში აჩერებენ ქარხნულ მანქანებს. ანუ ისეთ მანქანებს, რომელთაც არანაირი მოდიფიკაცია არ აქვთ, მაგრამ პოლიციის აზრით არის მაინც ზედმეტად ხმამაღალი ქარხნულისათვის. და ამაზე ბევრს ქონდა პრობლემა, ჯარიმები დაიწერა და ბევრი აპროტესტებს კიდეც და როგორც ვიცი, აპირებენ განხილვა იქნება, კი 20-ში გონი აპირებენ განხილვას კანონ პროექტის ინიციატორებთან ერთად და ნახოთ რა გამოვა ამ დიალოგიდან. და რო გავაგრძელოთ
თბილისის ურბანულ დაგეგმარებაზე და საცხოვრებლებზე. ჩემი თავარი მიზანი იყოს დეცენტრალიზაცია, ჩაშლა ეკონომიკური და სხვა ტიპის აქტივობების და ამ შესაძლებლობების გადანაწილება მთლიან ქალაქის გარშემო და თავარი პრინციპი იყოს ჰუმანიზირება, ანუ ადამიანებზე მორგება ყველანაირი ინფრასტრუქტურის თუ ტრანსპორტის. ეხლა შეიძლება გავუტოვოთ რაღაცა სიმბოლური ინიციატივების, ხო, მაგალითად უფასო ტრანსპორტი ან მაგალითად car free დღეები, როგორც არის ბევრ ქალაქებში, დიდ ქალაქებში და იშვიათად დედაქალაქებში, მაგრამ პარკირების რეფორმაც ცოტა უცნაური გართულებული, საკმაოდ კომპლექსური სისტემა გვაქვს ჩვენ დანერგილი და ბევრი ადამიანი ვიცი რომ უკმაყოფილო, მაგრამ ვიცი ადამიანები, რომლებიც ამით საკმაოდ კომფორტულად სარგებლობენ. ასე რომ ამ ხრივ დიდი განვითარების გზა გასავლელი და ნენელა პატარ-პატარა ნაბიჯებით გონი მივდივართ მაგათკენ. პატარ-პატარა ნაბიჯებით, იმიტომ რომ როგორც ახსენეთ წეგან, ეს მალე ვერ მოხდება. ფიზიკურად შეუძლებელია რომ არსაიდან გარდაიქმნას მთელი ქალაქი და მთელი ქალაქის ინფრასტრუქტურა. წლები დაჭირდება ამ პროექტს, მაგრამ იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ თუ პროექტი კარგად იქნება დაგეგმარებული, ეს რეალურად გარდაქმნის პროცესში პრობლემებს არ შექმნის კომფორტის მხრივ ჩვეულებრივი მოქალაქისათვის და ამასთანავე უფრო გაიზრდება და დეცენტრალიზებული გახდება. ხო, კიდე რა შეიძლება რომ ითქვას, მაგ ხრივ აი კი დროთა განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯს მივიძებთ წინ, მაგრამ გვაქვს ხშირად დიდი აი რევერსია დავარკვევთ ამას უკან დახევა. ძალიან გიგანტური ნაბიჯებით. რაც შესაბამისად ქმნის ამ არალოგიკურობის და არათანმიმდევრობის განცდას. ასე რომ განგრძობითობა ჩემი აზრით ამ ყველაფრის სისტემატიზირება და რაღაც მოდელში ამ პროექტში ჩასმა იქნება გასაღები, რომ თბილისს ცოტა მაინც რაღაც ეშველოს ურბანულად და სატრანსპორტო პოლიტიკის მხრივ. ხო, მაგრამ ეხლა უკვე თეორიულზე გადავდივართ, ამიტომ ჯობია შემდეგ თემაზე გადავიდეთ, რადგან ძალიან არ გვინდა გაგვიგზავნდეს. Tomorrowland-ი ალბათ მსოფლიოში ყველაზე დიდი ფესტივალი რაც კი არსებობს. Tomorrowland-ი, რომელიც უნდა ჩატარებულიყო დღეს, ან კონცერტიდან ორი დღით ადრე. მოდი ჯერ სანამ მაგ დეტალებში შევხვალ მოკევი და აღხსენი რა არის Tomorrowland-ი, ვინც არ იცის ჩვენ მსმენელებმა. Tomorrowland-ი არის ელექტრონული და ეგრეთ წოდებული EDM მუსიკის ფესტივალი, სადაც ეს ანტვერპში ხდება, წავს და სადაც ჩამოყავთ ყველაზე დიდი EDM DJ არტისტები და მუსიკოსები და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ ყველაფერს ესწრება 100,000 ადამიანი. და Tomorrowland-ი დაახლოებით 20 წლის წინ ორი ბელგიელი ძმის დამსახურებაა. იმიტომ რომ 20 წლის წინ დააფუძნეს ეს და დღეს ალბათ ყველაზე პოპულარული და ყველაზე დიდი ფესტივალია, რაც კი მსოფლიოში არსებობს. და როგორც ვიცი, ბოლო 2 წელია ეს ფესტივალი არ ჩატარებულა, რადგან ცოტა ჰაიპი გაიზარდათ. და ეს ყოველ წელს ტარდება ანტვერპენში თუ ევროპის გარშემო? მე მგონი თუ არ ვცდები ევროპის გარშემო, მაგრამ შესაძლოა რომ მხოლოდ ანტვერპში ტარდებოდეს. ამაში თუსაც არ ვარ დაწუნებული. შენი აზრით საქართველოში ჩატარების პოტენციალი არსებობს? შეიძლება პასუხი არ გქონდეს, უბრალოდ დავინტერესდი. არა, ეხლა როგორც გადავამოწმე, მხოლოდ ბელგიაში ანტვერპში ტარდება ხოლმე. და მსგავსი ფესტივალის ჩატარების პოტენციალი არის საქართველოში, იმიტომ რომ როგორც შევამჩნიე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ცდილობენ რომ საქართველოში დიდი არტისტები მოიწვიონ და ამ მასშტაბის შენი აზრით? რავი, Guns N' Roses-ი იყო ჩამოყვანილი საქართველოში და ასეთი მასშტაბით. შენი აზრით საქართველოს ასეთი მყისიერი მოწყლა როცა იქნება და დატვირთვა 100,000 ადამიანზე გაუძლებს ამას, იმიტომ რომ ჩვენ დიდ სპორტული ივენტს შეტომას ვერ ვატარებთ, არის რომ ელემენტარული ინფრასტრუქტურა არ გვაქვს, განსაკუთრებით სპორტული მიმართულებით. და მაგ ხრივ არ არის ბევრი არჩევანი, მინუთ უმეტეს ეს ალბათ ერთ ქალაქში მოხდება თბილისში და ქალაქში შესაბამისად ცოტა მეეჭვება, მაგრამ სხვაგან შეუძლებელია, მაგრამ ასეთი თეორიულად ასეთი რამ გავითვალისწინოთ, რომ რომელიმე ქალაქის გარეთ ააშენონ, გააკეთონ სპეციალური საკონცერტო
დარბაზი ან სტადიონი, რომელიც ქალაქიდან მოშორებით იქნება, შესაძლებელია რომ ეს დატვირთვა აიღოს. საქართველოში მაგის პროცენტი ხო არის ხა Black Sea Arena და თუნდაც Lisi Wonderland-ი მაგის მცდელობაა რა. კი, ამის ცდილობა, მაგრამ მაინც არა მაგათად Black Sea Arena-ში 100,000 კაცს ვერ დაიტევს. რეალურად თუ ძალიან დიდი ფესტივალის მასშტაბზე გავდივართ, 50,000 კაცი არის საწყისი ალბათ. ხო და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ მასშტაბიზირების მენეჯმენტი ან ამ ხელა ინტენსივობაზე ოპერირება არ იქნებოდა ჩვენი წინ მხარე და ნაკლებად სავარაუდო რომ გამოგვივდოდა. ნაკლებად სავარაუდო, მაგრამ შედარებით ნაკლები მასშტაბით 20,000 კაცზე ან 25,000 კაცზე გათვლილი თუ იქნება, შესაძლოა რომ ასეთი რამ მოხდეს, იმიტომ რომ ერთ-ერთი უდიდესი როკ ბენდი მეტალ ბენდი უბრალოდ განსაკუთრებით ჩამოიყვანეს და შესაძლოა რომ EDM DJ-ის მხრივაც იყოს განვითარება. და რა ხდება ამ Tomorrowland-ის გარშემო დაიწყო თუ როგორ აპირებენ აქედან გამოსვლას და გაგრძელებას ამ ივენთის? ნუ როგორც ვახსენე, იყო ხანძარი, რომელიც ამ თელ სტადიონს მოედო, ასე რომ ვთქვათ, და ჩააქრეს, მაგრამ გადაიდო თუ არ ვცდები მხოლოდ 1 ან 2 დღე. გონი თავარ სცენას ეს სტადიონის რაღაც სპეციალური კონსტრუქცია არის, რომელიც ცირკის მოწყობას ააგავს და აი შორის სხვა შორის ძალიან ლამაზადაა მოწყობილი. ვისაც სურათი გაქვთ ნახი, ულამაზესია. და ამას გავუჩნდა სწორედ ცეცხლი, ნუ თუ არ ვცდები მთლიან სცენას მოედო თითქმის. ჩააქრეს და აპირებენ რომ ჩვეულებრივად ჩატარდეს, მაგრამ თუ არ ვცდები რამოდენიმე დღით გადაიტანეს. და რამდენი ხანი გრძელდება საერთოდ ეს ფესტივალი? ეს ფესტივალი გრძელდება 3 ან 4 დღით. საერთოდ. მოიცა? 2 კვირით. რა 2 კვირიანი ფესტივალი, რომელიც მთელ სოფლიოს მოიცავს ალბათ. შეიძლება ითქვას, რომ ევროპის მთავარი ივენთი არის, ხო? ევროპის წელს ევროპის მთავარი ივენთი. შეიძლება მსოფლიოს. ეკნება ამ EDM მიმართულებით მაგაზე ამბიცია და პრეტენზია. ნუ კი, ალბათ, იმიტომ რომ ყველაზე დასწრებადი ივენთი, ასე რომ ვთქვათ, ალბათ ეს იქნება. მსოფლიოში. ნახვების და პოპულარიზაციის მიხედვით უკვე არ ვიცი, იმიტომ რომ არის ისეთი სპორტები, რომელსაც მე პირადად დავარკვირდები, მაგრამ გარკვეული მაყურებელისთვის ბევრად უფრო საინტერესოა, ხო? მაგრამ 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, დღეს თუ არ ვცდები პირველი დღეა Tomorrowland-ის და გამოყავთ ძალიან დიდი არტისტები, როგორც ვიცი, David Guetta და ასე შემდეგ, დიდი EDM DJ. საინტერესოა. საინტერესოა, მაგრამ ამით ვწურავთ ჩვენს საერთო თემებს და გადავიდეთ ტრადიციულ რეკომენდაციებზე. დაიწყებ თუ მე დავიწყო? მოდი დღეს შენ დაიწყე. წინაზე მე დავიწყო წინაზე. ბოლო 2 ეპიზოდი მე ვიწყებ. კარგი, მე მახსოვს წინაზე წიგნი დავიწყე, არა? არა, წიგნი გასაგები. არა, პრობლემა. დღეს საკმაოდ განსხვავებული რეკომენდაციები გვაქვს, ორივეს გვაქვს იდეაში გამოდის, რომ ვიდეო კონტენტი გვაქვს რეკომენდაციად. მე მაქვს დარწმუნებული საქართველოში ბევრი მომხმარებელი ყავს Netflix და Netflix-ის ასეთი show არსებობს Phil's Favorites, Phil's ფავორიტები, რომლის ისე ვთქვათ ავტორიც არის Phil Rosenthal-ი. რა საკეთებს ეს კაცი, ხო? მოგზაურობს ხალხს ქვეყნების გარშემო, ეცნობა მათ კულტურას, ხალხს და რაც თავარია აგემოვნებს ადგილობრივ სამზარეულოს. საქართველოში მე-4 ეპიზოდი ჩაიწერა თბილისში და გამოვიდა ძალიან ეგზოტიკური, ძალიან სახალისო და აი ესეთი ფერადი ეპიზოდი, ძალიან გაუცებული და კმაყოფილი ფილმის ვიზიტით, საკმაოდ დიდი რეზონანსი და გამოხმაურება ჰქონდა ამ ეპიზოდს, ბევრი ნახვაც, უამრავი ადამიანი დარწმუნებულია საქართველოში, საქართველოს დაინტერესდა, კარგი ტურისტული, ასე ვთქვათ, რეკლამა იყო, კამპანია იყო. ყველაზე განსაკუთრებულად მოეწონა ეს სუფრის კულტურა
და ასე დაახასიათა, რომ სუფრამე მახსენებს მიმს მნიშვნელობას, როცა არის სირთულე და რაღაცა წინააღმდეგობა, აი ამაში არის ბედნიერება. და ეს არის ადამიანური მდგომარეობა. და ამის შეგრძნება და გაზიარება საქართველოს შეგიძლია მათი პოლიფონიური სიმღერით, მათი საკვებით. და რაც თავარია, ახსენო რომ საქართველოს მომცა იმედი და ყოველთვის ჩარჩევა ჩემს გონებაში. ასეთი საკმაოდ ემოციური და ასე ვთქვათ სენტიმენტალური იყო. სვანეთი მოინახულა შეფ გურამ ბაღდოშულთან ერთად. მათ რაღაცა პატარა პიკნიკივით მოაწყვეს კოცონის გარშემო, გასინჯა ქართული ღვინო, ქართული ტრადიციული კერძები, ქართული ყველი და შემდეგ მალევე თბილისში გადადის ეპიზოდი გულსაბანოებში იმოგზაურა პირდაპირ გაგებით გაოცებული იყო რომ ასე უდიერად მოეყვნენ და პირდაპირ დაბეგვეს თან ხუმრობდა თან რაღაცა იუმორის ელემენტები შემოვიდა ეპიზოდში თან ცოტა ტკიოდა როგორც ვაკვირდებოდი მისთვის მართლა გასაოცარი იყო და კულტურული შოკი იყო ან თლიანი გადამღები ჯგუფიც საკმაოდ სახელმწიფოდ გამოიყურებოდა მე მალევე ძველი თბილისის გარშემო სხვა ადგილს ესტუმრა ძირითადად ადგილობრივ თანამედროვე რესტორნებს ეს ეპიზოდი რა თქმა უნდა არის ინგლისურად, ქართული სუბტიტრები სამწუხაროდ არ არის და მთლიანი ეპიზოდი მიდის ინგლისურად. თელიანი ველის მეღვინეობას მოინახულა კახეთში და რა თქმა უნდა ბევრი ლაპარაკი ჩვენ ღვინის ისტორიაზე, რომ 8000 წელია ჩვენ ღვინოს ვაკეთებთ ქვევრში და გაოცებული იყო ქვევრის კონცეფციით. ბოლოს კიდე საკმაოდ ფილანტროპი არის ეს ადამიანი და ერთ-ერთი ორგანიზაციის ასე ვთქვათ რეკლამაც გააკეთა საქართველოში სუპერგვინის ხო რომელიც ბავშვს ეხმარება სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს ახალგაზრდა ადამიანებს განსაკუთრებით განათლების მიმართულებით მათი აღზრდის მიმართულებით და ძალიან კარგი ჟესტი იყო ძალიან მომეწონა ასევე ამ ეპიზოდში იყო შეფი გაჩიჩილაძე, თეკუნა გაჩიჩილაძე, რომელიც გადმადრად ითვლება ქართული კულინარიის და საკმაოდ კარგი დახვედრა მოუწყდა ექსპერიმენტული, საკმაოდ ინოვაციური გემოები, რომელიც არწმუნებრივად ფილმს არასდროს არ დაუწყდება. და რა თქმა უნდა, ეპიზოდი დაგვირგვინდა არა სანამ ეპიზოდის დაგვირგვინებოდა მივალთ საკმაოდ საინტერესო სტრიტ ფუდი გასინჯეს, სვანური სტრიტ ფუდი, რაც რა თქმა უნდა რაღაც განსაკუთრებული არის. და სიმართლე გითხრა იმ შეხედვით რომ მე ამ ქალაქში ვცხოვრობ, პირველად აღმოაჩინე და გავიგე რომ ასტრას არსებობდა. და ბოლოს კულმინაცია რა თქმა უნდა ხინკალი. მისი უდიდებულება კლიკეს ხინკალში კონდათ ვიზიტი, კლასიკურად მიირთვეს ჭაჭასთან ერთად ხინკალი და ზემოდან კიდე დააყოლეს ლუდი. რა შეიძლება ითქვას? მე აუცილებლად გიშვიდით რომ ამ ეპიზოდს უყუროთ საქართველოს ერთწლოვანად გაგაცნობთ და თან სასიამოვნო და მზაფხულია და საკმაოდ ლაითი მარტივი საყურებელი ხო მარტივი საყურებელი და სასიამოვნო მე შემიძლია ამას დავამატო საინტერესო ეპიზოდი ჩანს და ყოველთვის საინტერესოა უცხოელი ადამიანის გადმოსახეთიდან თან განსაკუთრებით ისეთი ადამიანის რომელიც ხშირად მოძრაობს და მოგზაურობს როგორი არის საქართველო და როგორი დახვედრა მოუწყეს მას რა თქმა უნდა ქართველებს სტუმრებისთვის ყოველთვის კარგი დახვედრა აქვთ და ყოველთვის კარგია რაც წინა ეპიზოდებში ვთქვით რომ გვიხარია როცა უცხოელები ეცნობიან ქართულ კულტურას მეც საკმაოდ რაღაც სხვა შეგრძნება როცა ხედავ როგორ მოწონთ და როგორ გაოცებულები არიან შენი სამშობლოდ შენი ქვეყნით სხვა კონტინენტ ჩამოსული ადამიანები და ეს კარგი საკუთრა გამონათქვამი რომ სტუმარი ღვთისა
მოგვიყევი ხა შენს რეკომენდაციებზე. მე საკმარისად ვილაპარაკე მგონი დღეს. ჩემი რეკომენდაცია არის 20 წუთიანი პატარა YouTube ვიდეო, რომელიც მხოლოდ ინგლისურად არის და ქართული სუბტიტრები არა აქვს, მაგრამ ვისაც შეგიძლიათ ინგლისურად, გირჩევთ რომ უყუროთ. ეხება Mr. Beans, ალბათ ყველას, ჩემთვის, ალბათ ბავშვობისთვის, ჩემი ბავშვობაში ყველაზე დიდი ადამიანი იყო, ვისაც კი Sir Atkinson-ი. Rowan Atkinson-ი, გადასარავი ადამიანი, ფილანთროპი და ასე შემდეგ. და ამ ვიდეოს ქვია The Existential Nightmare of Mr. Bean. და YouTube-ი არხი არის სტუბაკფული. და გირჩევთ რომ უყუროთ, იმიტომ რომ ძალიან მოკლეა, light საყურებელია, მარტივი, თქვენ თვითონ არ დაგჭირებათ ჩაღრმავებათ და რამე, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ თვითონ ეპიზოდში ძალიან ფსიქოლოგიურად და ფილოსოფიურადაც შეფასებულია Mr. Bean-ი და ადამიანის ბუნება. და გირჩევთ რომ უყუროთ. მაინტერესებს ბოლოს ეს ფილმი გამოვიდა, მგონი თუ სერიალი იყო, არ სერიალი იყო დები ფუტკარი, აი Mr. Bean-ს რო შემოუფრინდება სახლში, ფუტკარი და მთლიან სახლს რო აფეთქებს. ამ ფუტკართან ბრძოლაში. თუ სწორად მახსოვს, ეს არის სათაური. მაგასაც გირჩევდით საკმაოდ საინტერესო და სახალისო არის საყურებელს, რა თქმა უნდა. არ ვიცი, მე ეს ეპიზოდი არ მინახავს, ან არ გამიგია. ეპიზოდი არ არის, ცალკე სერიალი არის, რომელიც Netflix-ზე გამოვიდა, ახალია საკმაოდ ცოტა ხნის წინ. და Sir Atkinson-ი არის ნამდვილი ლეგენდა და დამსახურებულად აქვს სერის სტატუსი. ცოტა არის ესეთი ადამიანი, რომელიც ყველას უყვარს, ყველა აფასებს, ალბათ Jim Carrey არის კიდე ეგეთი. Jim Carrey კიდე უფრო საკამათოა. საკამათოა შედარებით. უფრო აი ადრე როგორც იყო Jackie Chan-ი, ალბათ იგივეა, Rowan Atkinson-ი. ჩვენი თაობის ინფლუენსერია. ჩვენი თაობის ინფლუენსერი, ხო. და კიდე რამოდენიმეა, ვინც ასე რეალურად ყველას უყვარს. მაგრამ Rowan Atkinson-ი ყველასთვის Mr. Bean-ის როლის გამო არის სპეციალური. ხო, მგონი გავედით ხო, კარგ ნოტაზე დავასრულოთ, გავედით ბოლოსკენ. კი, მხიარულად ვასრულებთ ეპიზოდს და აქვე გვინდა რომ მოკლედ მადლობა გადავუხადოთ Webster-ის უნივერსიტეტს კიდევ ერთხელ, Webster-ის უნივერსიტეტის თბილისის კამპუსს, რომლებიც გვაწვდიან ტექნოლოგიას და ყველანაირ საშუალებას და კომფორტს გვიქმნიან, რათა ეს ეპიზოდები ჩავწეროთ და ჩვენი გეგმები გავახორციელოთ და ამისთვის მადლობას ვუხდით მათ. ხო, დავაზუსტებ ჩვენი ჩაწერა Webster-ის უნივერსიტეტის თბილისის კამპუსში მიმდინარეობს. დიდი მადლობა მათ ხარდაჭერისთვის და გვერდ.com-ისთვის. ყუწრფელად ვაფასებთ და მინდა რომ ასე გავაგრძელოთ. ხო, მე მინდა რომ დღეს გავაკეთო დახურვა. იმიტომ რომ შენაკეთებ ამას ტრადიციულად. მოდი, უცებ იდეაში რის თქმა უნდა. ჩვენი პლატფორმებით რო ვახსენოთ უცებ. სამ დავხუროთ, ხო? აღწერაში არის Linktree და შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნებისმიერ პლატფორმაზე გვინახულოთ. გთხოვთ, რომ engagement-ი იყოს, თუ რა თქმა უნდა დაინტერესებთ მოგეწონება ჩვენი სულ პლატფორმა და კონტენტი პოდკასტის ფორმატში დამსახით. გავუზიაროთ მეგობრებს, რომელსაც თქვენი აზრით მოეწონებათ ეს ყველაფერი და ხო მეტი რა შეიძლება ეთქოს. მოვალისთვის ბევრად უფრო დიდი გეგმები გვაქვს და გვერდებით, რომ როცა დრო მოვა პოდკასტის გარდა კიდე ბევრი პროექტები ჩამოვიფარგლებით. ხო, რა თქმა უნდა, ჯერ ვიწყებთ პოდკასტის განვითარდება, ახალ ეტაპებზე გადავალთ და სულ ესაა. ასე რომ შემიძლია ეს ჩვენი ტრადიციული iconic speech-ი გავუშვათ. როგორც ყოველთვის ჩვენი დიალოგი აქ ვთარდება, მაგრამ აზრები, კითხვები და კამათი გრძელდება, როგორც ყველაზე ადამიანური აქტივობა. აგორ რჩება და იქნება გახსნილი ყველასთვის და ნებისმიერ დროს. დროებით შემდეგ ეპიზოდამდე. შეხვედრამდე, მადლობა.